ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითად იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭახაძე 1600 ვიდეო დევს 29300 გამომწერია. აქ არის მარტო იარაღი. გვაქვს კიდევ აი ესეთი არხი TikTok-ის იარაღის განხილვა ზურაბ კვანჭ, იარაღის განხილვა ქართულად. ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. გამარჯობათ, როგორ ვაწერო კარგად. გამარჯობათ. აი ესეთი ანომალიური ქვეყანაა რაღაც არის. მოულოდნელად უცნაური რა, ყვავილებიც არის, ცხელა კიდევაც რა. თოვლი დევს. თოვლიც არის აქა-იქა ჩილებში შემორჩენილი. გამარჯობათ. მოკლედ, მეგობრებო. ბატონო დავით, მოდი ჯერ დავაანონსოს რას ვაპირებთ. კულინარიულ ვიდეოს გადაღებას. მე ვხვდი. და ეხლავე მინდა თავში თქვა, რომ არ ეგეთი მაღაზია ვალჰალა ქვია. ქვემოთ დავდებ მაგათ ლინკს თუ რამის ყიდვა გინდათ. იაფიანი რაღაცებიათ, მაგრამ გამოსადეგი რა და აი ესეთი რამე მოგცეს. კუკრის ფორმის მაჩეტა. და კუკრი. მოდი აბა გამოვცადოთ რამეზე. შებაწმებაზე იქნება გამოყენებული ხონთ. არა ნუ რავი რა. შვენი ვარ. ეხლა ისო შეშა დაჭეხოთ. არა, მაგრამ კაი. სუბუქია, რაც მთავარია, მაიცა ბატონო დავით. ჯერ ვილაპარაკოთ. ნახორტები როახ, მაგის ხარჯია დამსუბუქებული ალბათ. ქარივით არის, ხელში კარგად ჯდება. ამას ვათამაშებთ. ამ ვიდეოსო დავდებთ. ერთადერთი კომენტარი უნდა დაწეროთ, მხოლოდ ერთი. ხელდასმანის გარეშე უნდა გექნა რა. რატო? რატო? ნახე, ვიღაცა რომ მოიგებს, ხო არ ვიცი ვინ. ხო მოკიდებს ხელს. შენი მოკიდებული ხელს გადაედება და იმის შემდეგ ხელს აღარ დაიბანს. რასამ? იმიტომ რომ შენი ხელი მოკიდებული. ეს მე მეხუმრება. შენ მოხუც მამას ნუ ეგაი. მოკლედ. უნდა ერთადერთი ის დაწეროთ, ორ თუ დაწერთ პროგრამა მოგხსნით იმიდან კონკურსანტების სიიდან. და ერთი კვირის განმავლობაში დაიდება შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი. თუ სახში 10 ხარ, შეგიძლია 10-დან დაწეროთ 10 კომენტარი, ანუ ერთი აქეონდიდან უნდა იყოს 10. ხო, სახში ვართ 10, ხო? დაუშვი. 10 მობილურიდან რომ დავწერო კომენტარი. ეს სხვა სარაკ მობილური. თუ არა აქ იმან გაიჩალიჩა, მაშინ მეგობრები უნდა ყავდეს, არამედ თუ გამოწყვეტილია, გაჩუმდი. მოკლედ, ერთი კვირის განმავლობაში დაწეროთ, მე სპეციალური პროგრამა იმაში ჩავაგდებ, ამოაგდებს გამარჯვებას. ლამაზი კი არის. აი კოდალას ადურტყია. კოდალის გამოჩიჩქნილია. კოდალა რა არის ტყეში? კოდალას ტყის რას ეძახიან? მეკ. ხო. რატო? იმიტომ რომ გავხდარხებს. ანადგურებს. შალით ამოყვება ამას თავისი. ბატონო დავით, შენ ახლა მიდი ეს დაზდე ქოხში და ძაღლის საჭველი მოიტანე. მანამდე ჩვენ ვილაპარაკოთ. გვაქვს აი ესეთი რაღაცა. გრილის ნახშირის სინჯე. პირდაპირ გეტყვით რომ ეს სინჯე მე არ გამისინჯია და თვითონ ამათ გვითხრეს ვიც მოგწეს რომ ეს არის წვადის შეწვა შეიძლება ყველაფერიო, მაგრამ გრილზე მუშაობსო მაგრად. ხოდა დაუყარო? რა? შეჭმე. ხო, მაგრამ მაიცა მოდი გავხსნა. მომის. აჰა. უყურე. ესეც მოვიდა, ნახევარი იმას დაუყარე. იმან ეხლა იმშობია რა ცოდუა, გაიგებ რომ მეტი. შენ კიდე ხო გაჭამეთო, მაინც არ მივარდეს, უყურე. მიდი, იქაც ჩამე. ой.
აი დაანები თავი ბიჭო. ეგ ნაგავში გადაარდე. მოკლედ ეს გავხსენ. და შიგ დევს აი ესეთი რაღაცები. ანუ, როგორც კვერცხები ეგეთი ფორმისაა რა. მარა ხება. აი. ედაო. ო. სტანერი. მოკლედ ამაზე მითხეს ეს არის ხის ნახშირია. იფქვება ხის ნახშირი. მერე კრახმალი ერევა ჩაულევრი საჭმის კრახმალი და იპრესება. და გამოდის ესეთი რაღაცა, როგორც ქვანახშირი ეგეთი, ანუ სუბუქი არ არის, რაღაცა ქვის შტაბილებას ატოვებს. ეს უნდა გაცხელდეს და აი გრილში აი ეგეთი რაღაცა ხდება. ეს გრილი არის ჩვენი გოჭი. ეს რუსეთ ჯორჯიან გვიფეშქაშა. და ძალიან მაგრა გვადგება. და ეხლა ნახეთ, უყური როგორ ვალაგებ, ანუ მოიტაკა. ისე არის დასტრელები. ეს არ უნდა დაალაგდეს როგორც ნახშირია, ეგრე მითხრეს რა. თავისი ტექნოლოგია აქვს, უნდა დაიდოს აი ეს. და ხორცი უშუალოდ ამის თავზე არ უნდა დაიდოსო. ანუ ამას იმხელა ტემპერატურა შიგნით გრილში, რომ ხორცს წვავს ზემოდანაც ქვემოდანაც. მითხრა რომ ზემოდანაც შეგიძლია პირდაპირ დაალაგო მწვადი შეწვა, მაგრამ ეს უფრო არის გრილის რა. მე ამის ლინკს ამ სინჯეს ლინკს დავდებ იმის ქვეშ რა ქვია აღწერის ქვეშ. მაღაზია და მოტანის სერვისიც აქვს და ის რა ქვია ეხლა ვნახოთ. ამას მე როგორი ხერხები თავავანთებ. არ დამინთია მართლა ვიტყვი. აი ესეთი რაღაცა ეს ხო გვაქვს რა ქვია რა ჯადოსნური არა ეს ამითი უნდა ეს უნდა ერთი წაეკიდოს და გაწითლდეს ერთი მეორეზე არ უნდა იდოსო რა ამიტომ აი ეს მოწყობილობა რაც მიჭირავს აუცილებლად დაგჭირდებათ ერთი რო წაეკიდება მერე უკვე თვითონ იწვის ბოლომდე რა. ერთი ტომარა სადღაც 9 კილო ხორცს აწვავსო რა. ond ეხლა რავი რა უნდა გააკეთოთ იმდე რომ 9 კილო ხორცი მეტი დაგჭირთ. აი ესე. ოშე. დამწვირა მისიცი? ა? დამწვირა მისიცი? მოიკიდა. მოიკიდა? მოიკიდა, აი. ამახელი ახლა მივუტან. მოგე დამას მოიკიდა. მოიკიდებია. ეს დავაფაროთ. ცოტა იყოს ეს. და აი ისე გემრიელად გამოიყურება. ბატონო. ეგლა გავაკეთოთ უშუალოდ საჭმელი. საჭმელს ვაპირებთ ძალიან მაგარს რა. მოდეს ხელთათვანები დამესვარა. მოვისნი ბატონ დავით. ეგ მე წავიღოთ ბუნებაში არ დააგდოთ რა არაფერი რა. მით უმეტეს პარკი ცელოფანი. პარკი ცელოფანი ხო ეგეთი რაღაცა ეგდება მილიონი წელი. მინა იცი მილიონი წელი დებს. მინა რა არის შუშა? შუშა ძლებს კი ბატონო. მოკლედ. უკიდია. არ ემჩნევა, მაგრამ ნელი წვაკ და მე იცი საიდან ხედავ? აი ტემპერატურა. აი ნახე. როცა რაღაცა იწვის ჰაერში, აი თითქოს რო ხედავ, წყალძარვა მოყვითალ ხო ხედავ, ეს კარგად ხო ვერ ხედავ. აი ესე ხედავ, აი ახლა ოდნავ რო დააკვირდი. წელი ჰაერი ზემოთ რო ადის, ხო? იძლევა იმას, რა ქვია. ვიზუალური ეფექტი აქვს ესეთი რა. ავტობუსებს მანქანებს. მოკლედ, ეხლა უყურეთ. გვაქვს ბარკალი. ტყავი გავაცალეთ, ტყავი გააცალეთ ხოლმე ბარკალს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი და საერთოდ ქათმის კანში არის ქოლესტერინი და მოაცალეთ ხოლმე რა, ესე ვიცი ზოგს უყვარს. და გვაქვს აი ესეთი რაღაცა. დაღერღილი წიწაკა, ნახატია. ყვითელი ყვავილი, პაპრიკა, უცხოსუნელი, ქონდარი. აი ეს არის ფაბრიკა. პაპრიკა. ო ეს არის იუსტ ჯორჯია მოგცა რაღაც ამერიკული შეზავებული ის არის რა სუნელები და ნიორი გატარებული ამ ყველაფერს
აი ესეთ რაღაცას ნიმუში. აი ესეთ რამეს ხელოვნების ნიმუში და ამას დავასხავ ზეც. აი ეს. შეხედეთ? ხელთათმანი მაცვია, ამას ერთმანეთში გადაურევ. ხო, მაცვია აბა რა არის? მიკეთია? ხო. შეხედეთ რანაირი გამოვიდა ბატონო დავით, აბა უსუნე. აი ესეთი კაი ნიურის, იმიტომ რომ კონდარიზე ისიც წამოიღო. ეს კარგად გახსენით. ხოებში და მთელი ხორცი რაღაც ეს გაუშვათ ამ. თბილი არის. თბილია, არა. ცხელი. მაგას თუ დავაფარებ მე ბატონო დავით. ამ სითბოს შეიღო. მივხვდი. აი შეხედეთ. ეს გამო რაღაც სასწაული მგონი. სასწაული გერო ნახე რა გამო. ბატონო აი საიღე მარილი. და მოაყარე. კაი გეყოფ. ეხლა ამას კარგად აურე. და ერთი ნახევარი საათი გავაჩერებ რა რომ ეს უყველა ზეთთან ერთად. ამას გაუჩნდეს რა. შეგიძლიათ რაიმე ცელოფანი გადააფა? როგორ არა? შეგიძლიათ ამას, გებრიელია. უგემონო იყოს გავაკეთებდი? გეგორეკეთ ადამიან? აი მე ხوارი. აი ესე. რამე გადააფარეთ, ან შეგიძლიათ თვითონ ესე დააფატო რამე უწმინდო არ დააჯეს, ბუზია რამე და მოკლედ დაგიბრუნდებით 20 წუთის ან ნახევარი საათის შემდეგ ხო შეიწოვოს ეს ყველაფერი. მოკლედ ბატონო დავით. 20 წუთი გავიდა. ეს ჩვენი ბარკლები. ხორცი, აი ესე ჩაჭიბჭიბდა ამაში და ბარკლები მიყვარს. ბარკლები ყველას უყვარს. ეხლა შეხედეთ აქ თვითონ ამას რა მოვიდა. გათეთრდა. და ჩემდა გასაოცრად მე პირველად ავწავ ამაზე. ისეთი ტემპერატურა დაიჭირა, რომ ძალიან მაგარი რა. ისეთი რომ ძალიან მაგარი. ასე რომ ბატონო დავით. ეხლა ჩვენ უშუალოდ შეწვის პროცესი დავიწყოთ. ხორცი დავალაგოთ და დავკეტოთ. იფი. რა. ეხლა ვიხვდები რომ მაგარი გემრიელი რაღაცა გამოვა, ხო? ეხლა ამან წესით მე სინჯი აღმოვაჩინე პირველად. უпростоრეთ იმათ აღმომაჩინეს რა და მითხეს რომ მოდიო ჩვენიო ნახშირი ცადე. კიპეშ ხაშებო? აი ეს. უშუალოდ ამის თავზე უნდა დავდო თუ არა, არ ვიცი. მაინც არა ვცადოთ რა. გამავთხილეს რომ აი ესე გააკეთებუნა. ესე. ეხლა ამის მუღამი რაშია? ამის მუღამი იმაშია რომ შიგნით უნდა დადგეს დიდი ტემპერატურა. ის რაღაცეები რომ ჩავალაგე ეს კენჭები ვითუღა რა ესე. აი ესე. მოაკეთე. დიდი ტემპერატურას აყენებს. ხო და? მერე მაინც მოაკეთებ რა. ხო და? გახურთ ეს იქა, ცოტა ხანში ავხდი და გაჩვენებთ როგორი პროცესი მიდის. აი რაღაცა თან ამის მუღამი რა არის? ყველაზე დიდი მუღამი რომ ალი არა აქვს. ანუ უშუალოდ ბოლი და რაღაცა იქ აივანზე შეწვათ რაღაცა კიდევ ერთხელ ვთქვი მარანში ან ისეთ ადგილ თუ არ გინდ ბოლი დადგეს ხო ბოლი არა აქვს ამას რა უვალოდ იწვის აი გაცხელდა უკვე მოკლედ ეხლა ცოტა ხანი ვაცადოთ ავხდი და გაჩვენთ რა პროცესია მე თვითონც მაგრამ მაინტერესებს რა კრეტა არა იყო ცალკე იყო დალაგებული ხო და მე ავიღე და დიდი ხანი ვარ მოდი ისიც დავდე მოკლედ მეგობრებო რახან ძლიერი არის ალი არ აქვს ალი არ აქვს საერთოდ ანა უყურე ხორცი კი არის ბრაწება ჩდება არა როგორ ვთქვა აი მიმაში რა ქვია გასკურაში რო შედგავთ რაღაცას და შიგრო ითუშება რა თუ გინდათ მე რო თქვათ მოიბრაწოს ხო ესო კარგად ჩაითუშება
მე შეგიძლიათ უბრალოდ გადახატოთ რა რომ ალმა ძლიერად იმუშაოს და ეს შეწვას რა შიგნიდან. ბატონო დავით, შებრაწული გირჩევნებ თუ გამომცხო. შებრაწული. მოდი ესე ვთქვათ, ჯერ გამოვაცხო თამაში. მერე სავხადოთ და შევგვიწო. ჯერ გასინჯე, მერე გასაჩი. ჯერ გასინჯე, მერე ადრე იყო, ხო იცი? ედოს დროს ეგეთი კომპანია იყო, ჩინჩინი მგონი, ხო? ჩინჩინი. და ეგეთი რეკლამა ქონდა, ჯერ გასინჯე, მერე განსაჩე. რის საჭმელის რეკლამა იყო? მოგეთ მეგობრებო, ეხლა ეს შეიწვას და ნახე რა ფერი გახდა რა. თან ამის მუღამ ისა რომ აი ესენი ზემოდან არ დაიწვა ესენი. და ეხლა ამ დიდ ტემპერატურაში როა თავის კეთილშობურ წვენებსა და იმებს გემოები რაც უნდა კონდეს მაგითი ხორცს ამტიტრებს. დავაფაროთ და ცოტა ხანს კიდე დაველოდო და ეგ არის ბატონ დავით გაჭმევ მაგარამეს. ეგ მაჩეტე მაგით მომდევს. აჟაზე მეგობრებო. სულ დავდე 6 წელი ის ხო თქვი, რა ქვია, ნახშირი და მე ჩვენი ძალები ვერ გავთვალეთ. და 4 წელი კიდე დავამატეთ რა, რომ ისქნა, რა ქვია. ვერ გაკაჩა რა. მაგრამ აი აქ დარჩა. ჯადოსნური ბურთი. აი აქამდე რა. ნახე ჯადოსნური ბურთი. თუ 8 წელი ამოვიღეთ. თვითონ ვიცი. ამიტომ გირჩევ თუ ეს ამბავი გადაწყვიტეთ. მე რატომღაც მეგონა არა 6 წელი შეწოვდა, მაგრამ ვერ გაკაჩა. ამიტომ ცოტა დავამატეთ და ბატონო დავით. ჩანგლი ჩავაფრინდები თუ კბილით? კბილით. შეგედაცვა. ჩანგლით დავღეჭო ხო? ჩანგლით დავღეჭო. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ეს შენ თხილად იყავი ცხელია. ესეც მე. მაიც. სასეთის ღვინ ვარ გავხსნათ? ეს მარა იყო. სულთა ქართლური ის იყო, ხო? ქართლული. პური მოგიჭედი, როცა. ატოცო. იყოს რა. მოტეხილი უფრო კარი. აი ნახე, როდესაც აი სუფრაზე ვარ, შავლებრივ პური აიღეს, ჩემს დაჭრეს რა, ან მაგამდე მოვტეხე ოდნავ რა და იყო გემრიელი. აი მთლიანი პური. შემდეგ დაჭრეს და სუფრაზე რო დადეს, აღარ იყო ისეთი, როგორც ჩავე. აი შენ ბუჩქიდან მოგლეჯილი პომიდორი უნდა ნახულა გემრიელია. ნაჭამი, კიტრიც. ბიჭო, ახალი ქორფა ყოველთვის კაია. მაიცა ჯერ ეს გავხსნით. მაიცა ვა. ცხელი. გრილს ეგა, მოგამოდო. რო? ჩიგნან ჩატუშულია, მოხაშულია და. მოგულია. ვაა. ამასა. დაატრიალი შიგა კაცო. აი ეგრე რომ ტყეში შეიძლება სუფრაზე კიდე რამე არ გააკეთე, თორე ხალხი დაკოშმარდება. გამოიწი ხედავ წვეთები. თუ რამეა დაბლა დაეწოს. და ძაღლს არ დაეწოს, როგორია? ცხელი. ადამიანს უკლავო რას აღზნობო და იარაღის უკუცემასო ტიბოხთხ. ადამიანის მოკვლა არის ძალიან დიდი საშინელება. მიდუმოდა ზოგადად მშილ გიკვდება ჯენერი კაცი ტყეში. მოდი ბატონო დავით ამით შენ გაგიმარჯოს. მადლობა. როგორც ჩვენ კოლექტივში ყველაზე პატარაზა, შენ თამადობით ყველა პატარას გავმორთ ამ ქვეყანაზე. ზოგი შვილს, დას, დიშვილს, მისვილს, ბიძაშვილს და ასე შემდეგ. თქვენია შვილო ეს ცხოვრება მთელი ცხოვრება წინა გაქვთ. ჩვენ უკვე მივდივართ, ხო და თქვენც ისე უნდა მოიქცეთ როგორც ჩვენ ავხედავთ. რავი, ჩვენ თრად კარგად ვერ მოვიქეცით ჩვენი თაობა. მაგრამ იმ უბედურობაში ასდილი თაობასთან შედარებით
რაღაცები ვიწორეთ, ანუ თქვენც რაღაცები დაგიტოვეთ, ანუ მთლად ესე მოხნული და დათესილი ვერ არის, მაგრამ სამანები მაინც არის ჩაყრილი და ეს სამანები დავიწოთ. ალაპატარებო გაგიმონ, მაგრამ იყავთ კარგად. დემრელიგუნო. აურა გვინოდე საამო დასალევი მგონი ამ ქვეყანაზე არაფერი არ წყალი ხო წყალიც მაგარია მაგრამ გვინო საამოა მეთქი მე ხო არ აქვს საჭიროა მეთქი ამით გამოგევშვით კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეოზე და კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აი ამ მაჩეტას ვათამაშებთ რა ვინც მოიგებს მაჩეტა მაჩეტე ქვია რა მაჩეტეს ეძახია კუკრის ფორმისა რაღაცნაირი მსუბუქია და ძვალთან მკვეთელი არ გაგზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე